მე ვარ მანანა კაპეტივაძე, ვარ ბაღდადის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. ასევე ვარ 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებელი. რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. პირველი მოხალისე ამერიკელი მყავდა დიმის სკოლაში. მე კერძო ბავშვებიც ვყავდა და მოხალისემ რომ დაინახა, რომ აი კერძო ბავშვებთან ძალიან ბევრი რაღაცებს საინტერესოს აკეთებოდა. რატო არ გადმოიტან ამას საკლასო ოთახში? ნუ მაშინ მასწავლებელი ყოველთვის იცვლება, ხომ იცი, აი ცდილობ რომ აუწყო დროს ფეხი და თუ შენ იმ დროში ჩარჩი და კიდევ ვერ დაეწია ბავშვების განვითარებას, მაშინ ჯობია რომ მასწავლებელს თავი დაანებო რა. ბრაიანმა მოკლედ მიმაჩვია იმას, რომ ეს აქტივობების ახალისო რაც ქონდა, გადმოვიტანეთ ყველაფერი საკლასო ოთახში და ძალიან კარგად გამოგვდიოდა. ახალი ნიშნების შეფასების სისტემა დავნერგეთ. 2001 წელს გამოცხადდა გაზეთი მოდიოდა მაშინ, ახლა რო არის ყველაფერი ინტერნეტით, ესე არ იყო და ამ გაზეთში ეწერა რომ გამოცხადდა ამერიკის შეერთებულ შტატებმა პროგრამა Teaching Excellence Award. ეგ არის მასწავლებლების გაცვლითი პროგრამა, საუკეთესო მასწავლებლები, 5 მასწავლებელი მიყავდათ ამერიკაში. შევავსებ განაცხადი, აი თან ღამე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა სახლში, ოჯახში რაღაც და ღამე რო ვიჯექი და ვავსებდი ამას, სულ ხელით წერდი, მაშინ არც კომპიუტერი მქონდა, არც არაფერი და რო შევავსებ, მე თვითონ ჩავიტანე თბილისში და დამიბარეს გასაუბრებას. ანუ დადებითად ჩემი აპლიკაცია დადებითად განიხილეს. გასაუბრებაზე ამერიკელები იყვნენ და ქართველებიც. და რო დამიწყეს რაღაც საუბარი, აი რაღაცნაირად ვინერვიული, პირველი ჩემი შეხვედრა იყო, აი ეგეთი მასში ჩემი კონკურსი და რაღაც ხო იცი გასაუბრება. და ძალიან განვიცადი და მე თვითონ ვიყავი უკმაყოფილო ჩემი თავის. და მე იმ წელს მოხდა რომ მოხალისე მოვიდა და ახლა მოხალისესა უფრო გავწაფე ენა, უფრო კარგად საუბრობდი, უკეთესი, რა ვიცი, ბევრი რაღაცები ვისწავლე კიდეც და მეორე წელსაც შევიტანე განაცხადი. ანუ პირველ წელს ნახევარფინალისტი გავხდი და სკოლას კომპიუტერი ის მისცეს ბიბლიოთეკა. წიგნები გვაჩვქეს, ინგლისურის წიგნები და მეორე წელს კიდე ამ ყველაფერმა შემიწყო ხელი, უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვე და გასაუბრებაზე ძალიან კარგად ჩაიარა გასაუბრება. მე თვითონ ძალიან კმაყოფილი ვიყავი. და რამოდენიმე თვეში უკვე პასუხები როდესაც იყო, დამირეკეს, მაშინ მობილური ტელეფონი ერთი იყო, მე მგონი დიმში და ვიღაცას დაურეკეს, რომ აი მანანას მიუტანეთ ტელეფონი და დამირეკეს, მითხრეს, რომ ასე თქვენ გაიმარჯვეთ და მიდიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ სამთვიანი იყო თითქმის დაახლოებით ეს კურსები. მონტანის შტატში. შემოთავაზეს მშვიდობის კორპუსში მუშაობა. ხო ვიყავი ტრენერის ასისტენტი და მე 2 წელიწადში ეს ტრენერი ჩვენი ვინც იყო ამერიკელი იყო, კენგოფი, ისიც წავიდა და მოკლედ მე დავრჩი განათლების ტრენერად. 9 წელიწადი ვიმუშავე. მე გადმოვედი ქუთაისშიც მუშაობდი კოქასის სკოლაში 1 წელიწად ნახევარი, იმიტომ რომ მე ისე მშვიდობის კორპუსმა გადამძლია და წავედი. მე გადმოვედი ნინოშვილის სკოლაში, რასაც ეძახიან საჯარო პირველი საჯარო სკოლა, აქ მუშაობდი კიდე 10 წელი. მე კიდევ მუშაობდი ინოვაციების ცენტრში, მენეჯერი ვიყავი ბაღდადში, რომელიც ახლა დახურულია სამწუხაროდ და მე ისეთი ვარ, რომ სადაც გონია რომ უკვე ამოვწურე ჩემი რესურსი, მინდა რაღა ახალის ძებნა. აი დღემდე ასე ვარ, სულ ახლის ძიებაში ვარ. Culture corner. Oh my darling Clementine. Okay, let's go ahead and sing. Gotcha. You may sit here. Oh my darling Clementine. You are lost and gone forever. არაფორმალური განათლების ელემენტები ყოველთვის მაქვს გაკვეთილებში, ყოველთვის ვცდილობ რომ მქონდეს რაღაც ნაწილი. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვების განვითარებისთვის. მარტო ფორმალური განათლება არ არის იმდენად ეფექტური, როგორც პარალელურად მასთან არაფორმალური განათლება. ღირსების ორდენზე ჩემმა სკოლამ წარმადგინა, იმის მერე რაც ამერიკაში მოხვდი და მახსოვს რომ ქუთაისში ვიყავით და აი ჩვენთან აქ მუშაობდნენ ძალიან გამოცდილი მასწავლებლები, თინიკო ჩხეიძე ალბათ გაგიგიათ ქართულის და დათუნა კელენჯერი, რა ვიცი, ძალიან ისეთი ადამიანები და მე რაღაც 33 წლის გოგო რო მათ გვერდით ვიყავით და ღირსების ორდენი გადმომცეს, ნუ ეგ წარმოგიდგენიათ ახლა ცოტა
და ესეთი იყო. მასწავლებლების ეროვნული ჯილდო რომ დაიწყო 2017 წელს. კი გავიგე და ჩემი შვილი მეუბნებოდა რომ მიიღე მონაწილეობა და მაგრამ რაღაც მეთქი უკვე რაღაც დროს ჩემი ეგა ხო იცი რაღაც თანაც ბუნებითა ვარ ისეთი თამდაბალი ადამიანი ხო და არ მიყვარს ეხლაც ხო გეუბნები ძალიან ისე ვარ რომ მაგრამ მოითხოვს ხანდახან სიტუაცია და აღარ მივიღე მონაწილეობა უბრალოდ ვაკვირდებოდი და ჩვენი მასწავლებლის მიშვილი ნათია ფურცელაძე ქართულის მასწავლებელი საუკეთესო მასწავლებელი საქართველოსი რომელს ქართულის სახელმძღვანელოების შექმნა აი ეს გოგოც ჩამოვიდა მე როცა ქონდათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრეზენტაცია ანუ რა იყო ჯილდოზე გვესაუბრეს ეს და მე ვესწრებოდი ამ 2017 წელს და ნათია მე ბოლოს არ ვიცნობდი ნათიას და ბოლოს მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ მე ვთქვენ რომ გადემნევ თვალს იმდენ რამეს აკეთებთ და რატო არ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა და მეთქი რა ვიცი ახლა მე არა ვარ მეთქი არა სადათო და მიიღეთ მე ჩემმა დირექტორმაც რომელიც იყო ჩემი მოსწავლე იმის სკოლაში იმანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა ოჯახმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამაში და მოკლედ გადამწყვიტე მივიღე მონაწილეობა ნათია ფურცელაძის ხო გეუბნებთ აი ის იყო ყველაზე მეტი წვლილი ამაში რომ მე დავთანხმდი ამას და რო დავთანხმდი და დავწერე ჩემი აპლიკაცია ნუ აპლიკაცია უზარმაზარია ძალიან ბევრი პუნქტებია შესავსები და რა იყო იცით აი არ მქონდა საძებნი რაღაც ფაქტები ყველაფერი რაც იყო ყველაფერი მქონდა განაკეთები და მეთქი რო გადავხედე მე ამ ჩემს ნამუშევარს მეთქი ვაუ მართლა რამდენი რამე გამიკეთებია და თურმე ნუ რა ვიცი რაღაცა არის რა შესაძლებელია იფიქრო რაღაცას ათეულში გასვლა იყო ჩემი თვითმიზანი მართლა ეგ გულწრფელად გეუბნებთ ათეული იყო ყველაზე მეტად რასაც მინდოდა მოხვედრილიყა ნუ ათეულში მოვხვდი და მე ნუ ბაღდადში ძალიან ეამაყებოდათ და სიხარულით შემფხვდნენ და რაღაც ამ ამბავს მე გამარჯვებულად გამომაცხადეს, ნუ საერთოდ ძალიან დავიბენი, არ ველოდებოდი ერთი წამით გავიაზრე რომ შეიძლება აი რა მოხდება რა ხო და არა მეთქი ეგრევე მოვიშორე ესას. თან ყოველთვის როცა რაღაც კონკურსებში ვიღებ მონაწილეობას, არასოდეს არ მოგგვით მაღალი მოლოდინი. სულ ესე რა იქნება არ იქნება და რომ დამასახელეს ლადო რო არ მოსულიყო და გამოვეყვანე სცენაზე მე არ ვიცი რა დამემართა ეს ამდენი ხალხი სცენაზე გეხარეკ და ნერვიულობ და ვეღაროს ვეღარ ვხედავდი ერთადერთი დავინახე ჩემი შვილი და ყველაზე მეტი სასიხარულო ის არის რომ წელს ბაღდადში ყავს 4 ათეულის წევრი 80 კაცი არის ძირითადად უკვე ათეულში, საუკეთესო ათეულში 8 წელიწადია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა და 4 რო ბაღდათიდან იქნება, ეგ არა მეგონი ცუდი ისა და ეს მეტყველებს იმაზე რომ კიდევ ძალიან ბევრი მასწავლებელი ყავს ნიჭიერი, რომელიც მართლა საჭიროებს აღიარებას. მე ვინც ვიცნობ ისეთი კარგი ახალგაზრდა ადამიანები მოდიან სკოლაში რომ მართლა უნდა გაუღონ სკოლებმა კარი, აუცილებლად უნდა დასაქმდნენ, იმიტომ რომ არიან მოტივირებულები და ყველას ვინც მოდის კიდევ ვურჩევ რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი აქვთ კრეატივი, უფრო მეტი რაღაც ისეთები არიან გახსნილები. ესენი რო შემოდიან აქ, ქართული ლაპარაკი აღარ არის პრაქტიკულად. სულ ინგლისურად ლაპარაკობთ ხოლმე. ხო ეგრეა? Yes. And you too? Okay, great job. მე არ შეიძლება რომ გავჩერდე და რამე ტრენდი ახალი რომ აქვს TikTok-ში ხო, ყველაფერს ვადევნებ თვალს რომ ბავშვებმა რაღაც რომ მეთქვა. ერთხელ იყო რომ მასწავლებლო თქვენ ეგ არიცით? ეს როგორ არიცით და ეგრევე დავგუგლე მე ვნახე ვინ არის რა არის და ვცდილობ რომ აუყოლო ფეხი ამათ. და როცა ვიგრძნობ თავს რომ აი უკვე ვეღარ ვწვდები და უკვე გრძნობ რომ ბევრ რაღაცას ვერ ვეწევი ამ ბავშვების ალბათ მე დავტოვებ სკოლას, მაგრამ ჯერჯერობით დავიცი, შემიძლია. განსაკუთრებით თუ გახსენდებათ რომელიმე თქვენი მოსწავლე. ან მოსწავლეები. თუ გაიგზავნეთ და რატო? ძალიან ბევრი მოსწავლეები მყავს, წარმატებულები, რომელიდან დავიწყო აღარ ვიცი. 16 ჩემი მოსწავლე გახდა ინგლისური ენის მასწავლებელი. ეგ არის მე მგონი უკვე ძალიან დიდი მიღწევა.
რაც შეეხება საერთაშორისო პროექტებს, კიდევ ერთი პროექტი არის, რომელსაც ჩავები შარშან მარტიდან, ეს არის Access-ის პროგრამა. იცით რომ ეს არის PH International-ის პროექტი და მყავს მოსწავლეები ბაღდათის სხვადასხვა სოფლიდან. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს ჯილდო, რომელიც შემთთვის არის ძალიან დიდი მოტივატორი და რომ გავხედავ, სულ მახსენდება ის მომენტი და ძალიან საამაყო და ამაღელვებელია ჩემთვის. ასევე ჩემთვის ამაღელვებელია აი ეს პატარა ჯილდო კიდე, რომელსაც ქვია მასწავლებლის დამრიგებლის ასე ვთქვათ, პატარა ჯილდო აქ რომ დამიწერეს ბავშვებმა ყველაზე მეგობრულ, ყურადღებიან, კრეატიულ დამრიგებლებს მეხუთე A კლასიდანო და იქ იყო ჩემთვის მართლა საინტერესო ამაღელვებელი დრო.